მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ დიდი ხანია ვიდეო არ დაგვიდია, თან ისე მოხდა, რომ პირველი Toyota იყო, მერე Mercedes მიყვა და ეხლა პირდაპირ გადავიღოთ BMW 430i 2018 წლიანი კაბრიოლეტი. მოკლედ BMW-ები ზოგადად F-სერია BMW-ები საქართველოში ძალიან ბევრი შემოიყარა, ამერიკიდან ჩამოყავთ და დადიან. ვიზუალურად ეხლა ცუდი მანქანები არაა. თან მეოთხე სერია ბერნაირი არ შემოგთავაზა BMW-მ, Gran Coupe შემოგთავაზა, ოთხკარიანი კაბრიოლეტი შემოგთავაზა, ჩვეულებრივი კუპე შემოგთავაზა. ეს კონკრეტული კაბრიოლეტია 2018 წელს გამოშვებული, რესტაილინგი უკვე 430, ანუ 428-ები გამოვიდა ჯერ და მერე მაგის რესტაილინგები გამოვიდა უკვე ახალ თაობებში 430. ეხლა რო გავუყვეთ ამ მანქანას კი თბილისში საქართველოს ზოგადად ბევრი დადის, მაგრამ ორი სიტყვით გავუყვეთ მაინც. კონკრეტული მანქანა არა იმ პაკეტია, ეს პაკეტი ცოტა სხვანაირი შტოკები უყენია წინ, მაგრამ ეს შტოკები ცოტა ისეთია რა, აი აქ იასანსფერი პლასმასები აქვს დამატებული, რაც უფრო ლამაზ ხდის ეს ნიკელებიც. ფარები გვაქვს, LED ფარები გვაქვს, ენჯელები, რომელიც კარგად ანოთებს ეს ემგვალად. არ არის სტაილინგებში ყველას არ მოყვება, რესტაილინგებში უკვე მოყვებათ. წინა სტანდარტულ მეოთხე სერიას გავს, აი მესამე სერია და მეოთხე სერია ყველა ერთნაირი არის წინიდან თითქმის, ანუ რო შეხედო ვერ გაარჩევ. ახაც ეგრეა. კაპოტზე ეს ორი წვილი გვაქვს, მაგრამ ჩვეულებრივი სტოკი ქარხნული კაპოტი აყენია, არც GTS პაკეტის, არც M-ის არ აყენია და არაფერი ჩვეულებრივი სტანდარტული წვილი გვაქვს, რომელიც კარგად გამოიყურება, სულად არ გამოიყურება თავის LED ფარებით. M პაკეტი არა, მაგრამ აი ეს იასანსფერები რო აქვს დამატებული აქ შავსან ეს ნიკელები, ძალიან უხდება ეს LED ფარები, რომელიც ლამაზად ანათებს. ერთ სიტყვით, აი BMW-შნიკური ცხვირი აქვს რა, შეიძლება M პაკეტი არა იქ თუში არ აქვს, მაგრამ ლამაზად და კარგად გამოიყურება. მოკლედ გვერდს რო შევეხოთ, მეოთხე სერიები ზოგადად, ანუ კუპე კი არის, მაგრამ საკმაოდ გრძელი გამოვიდა რა, ანუ სატკუპეც არა, ძალიან გრძელია. შევეხოთ პირველ რიგში დისკებს, 18-იანი დისკები აყენია ქარხნული, M პაკეტს ცოტა სხვანაირი დისკები უყენია, მაგრამ მთლიანობაში ცუდი დისკი არა, ეს დისკები უხდება. კიდე ანუ კვადროები არის ესენი, რომელიც ანუ კვადრო X-Drive მუშაობს სხვანაირად, ანუ როდესაც ბუქსაობს ან რაღაცა, მაგ შემთხვევაში ირთვება წინა ხიდი და რავი ხა X კი რო ჩამოდის კი უთიშავენ ხოლმე წინა წამყვას, მაგრამ ნაწილები მაინც რჩება და ის სადღაც 150 კილოთი მეტია ვიდრე ეს უკანა წამყვანები და თან კიდე ცოტა ის უფრო მაღლა დგას ვიდრე ეს მანქანა, ეს შედარებით უფრო დაწეულია. 18-იანი დისკები გვაქვს. უხდება ეს დისკები იყოს, ზოგადად ამ მანქანებს რა დისკიც არ უნდა უხდენენ ხოლმე რა, სხვადასხვა დისკებს უყენებენ და რავი ყველას ახდენენ ხოლმე, ესეც ცუდი არა. გრილოები გვაქვს აქ, ანუ გამოყოფილია რომ გრილი უნდა იყოს, მაგრამ გრილი ამ შემთხვევაში არაა. M პაკეტს სხვანაირი სპოილერი აქვს და ამ შემთხვევაში ამას ჩვეულებრივი აქვს და განსხვავება რაცა კუპესთან შედარებით, ანუ კუპეს ჩვეულებრივ ორკარიანს ცოტა ASM-ოსის ეს ის უკანა მხარე ამას ეგრევე ესე ჩამოშვებული აქვს, იმიტომ რომ კაბრიოლეტია და განსხვავება რაცა ისაა, რომ ეს უკანა შეშებით ჩამოდის, ანუ კუპეზე ესენი უმოძრაოდ დგას და ამაზე უკვე ჩამოდის. კაბრიოლეტი როდესაც არაა გადახდილი, ორაზროვანად არის ხოლმე. ზოგს კუპე ურჩევნია, ზოგს კაბრიო ურჩევნია, ანუ ვიზუალისრო, იმიტომ რომ ამას ცოტა სხვანაირად რომ მოსის ეს კრიშა და აი როდესაც გადახდი უკვე ამ მანქანას, აი რო გადახდი, უკვე მორჩა. მორჩა იქ კუპე, მორჩა Gran Coupe, მორჩა ყველაფერი მორჩა, იმიტომ რომ ესე უკვე ლამაზია, ესე უკვე უხდება, ეს სიგრძეც უხდება, ისიც ჩავიდა უკვე აღარაჩას ეს რო კრიშა ესე მოჭრილად მოდის. საბარგული დიდი არ ჩანს. თან კაბრიოლეტია რა ზაფხულში, გადახდი. იქ სხვაზე წახვალ. იქ წახვალ, მაგნიტია რა, ჩვენ კაბრიოლეტი მაგნიტია. ესე ძალიან ლამაზია, ძალიან, აი დაფარებულზე არ არისო რა, ეხა ბევრს არ მოსწონს, როდესაც ეს მანქანა დაფარებულია, ბევრს კუპე ურჩევნია, მაგრამ
რო გადაიხდება უკვე რაღა კუპე ესჯობია რა თქმა უნდა. ერთი რაც მინდა სავარძებს მინდა შევეხოთ. ანუ ჩვეულებრივისგან განსხვავებით აქ ცოტა სხვანაირი სავარძები გვაქვს. ანუ ჩვეულებრივ კუპე და გრან კუპე ვერსიებს აქვთ ესე ორად გაყოფილი რაღაც ხო. აქ უკვე სხვა ფორმები გვაქვს, თან წითელი სტროჩკებითაა ეს კონკრეტული, ნუ სალონზე რო გადავალთ, იქ უკვე ვიტყვით დამატებით. და სხვანაირი ფორმის სავარძელი აქვს, რომელიც უფრო ლამაზია ვიდრე ჩვეულებრივი სავარძელი. უკანა მხარე აქ გვაქვს GTS ფარები, რომელიც გამე ლამაზად ანათებს. არ არის სტაილინგებს, არ მოყვება ეს, ნუ ყველას არ მოყვება ესეთი ფარები, სხვა განსხვავებული ფარები მოყვება ხოლმე და ამ კონკრეტულ GTS ფარები აქვს, რომელიც კარგად გამოიყურება. უკან M პაკეტის შიტოკი არ გვაქვს, იმიტომ რომ ეს მანქანა M პაკეტი არაა, ჩვეულებრივი შიტოკი გვიყენია, სტანდარტული ორი მაყუჩით, რომელიც ცუდად არ გამოიყურება, მაგრამ 4 გულშიტენი მაინც დახატავდა. სტანდარტულად 4 გულშიტენი. აი, უკან ეხა რავი, ეხა გადახდილია ეხა. და რავი, ცუდად არ გამოიყურება. მოდი ეხა საბარგულში ჩავხედოთ, იმიტომ რომ გადავხდით, როგორი ადგილი რჩება უკან. საქმე ისაა, რომ ეს კაბრიოლეტი ესე არ იგება, ანუ როგორც სხვა BMW-ები იგება ხოლმე F სერიები, ეს არა. გადახდილი რო გვაქვს უკან ვერაფერს ვერ ჩავდებთ, იმიტომ რომ არა გვაქვს ფაქტიურად ადგილი. მთელი ამანქანის მთელი კრიშა ჩაიდო ბაგაჟნიკში და აღარ დაგვრჩა ადგილი. მაგრამ არა უშავს. ორკაციანი მანქანაა და არც საჭირო რომ ბევრი ადგილები დაგვრჩეს. აჰა, დაიგეთო. და აი აქ გვაქვს ანტენა. ბაგაჟნიკზე გვიკეთია ამ შემთხვევაში, ამას ეხა აქ არც სპოილერი არ აქვს და არც არაფერი და აი ამ ენჯელებზე გეუბნებოდით, კარგად ანათებს მეთქი. ეხა გადავიდეთ ძრავზე, B48 ძრავი. ნუ BMW-მ გამოუშვა E20 ძრავები, 428-ები, რომელიც ნუ გამძლეობით არ გამოირჩეოდა, ერთჯერადი ძრავები იყო და ეგრევე ნუ ცეპის დამჭიმი, რაღაც ემოსატი, კარჩი, ყველაფრის პრობლემა ჰქონდა, აი ყველაფრის პრობლემა ჰქონდა. შემდეგ ადგა და გამოუშვა B48 ძრავები. ანუ ეს რესტაილინგები 430, 440 და ესე. ანუ 428-ის რესტაილინგი შემდეგ არის 430. ამ მანქანის პატრონმაც არ იცოდა, კაროჩე და ეგონა რომ 428 უნდა და 2018 წლიანი 428 უნდა, მაგრამ შემდეგ გავარკვიე რომ 428 გამოდიოდა არ არის რაიმი 2016 წლამდე, შემდეგ უკვე 430-ები გამოვიდა და ნუ იყიდა 430. ამ ძრავზე რაც უნდა ვთქვათ ისაა, რომ უფრო გამძლე ძრავია, ერთჯერადი არაა, 100 მილზე არ უნდა დასერვისება, როგორც წინა E20-ებს და E26-ებს უნდათ. ცეპის პრობლემა არ აქვს, დამჭერის პრობლემა არ აქვს, თან უკვე Mercedes-მა გამოაცხადა, რომ ამ ძრავების გამოყენებას იწყებს თავიანთ წარმოებაში, უკვე ეს ძრავები უნდა გამოიყენოს. ნუ ახლა Mercedes-ის აღარაა ის გამძლეობის ადრე რაც იყო. 258-ს გამოიმუშავებს ტურბოძრავი. და ისეთია რა, ეხლა ნუ ტარების დროს გეტყვით შეგრძნებებს, როგორი შეგრძნებები აქვს, მაგრამ წვაც ქალაქში დაახლოებით 10-11 ლიტრი აქვს, ნუ ტრასაზე უფრო ნაკლები, ის 428-ები უფრო მეც წვავენ, 14 წვავენ, 13 წვავენ და ეს შედარებით უფრო ეკონომიურიცაა, უფრო გამძლეცაა და უფრო კაი ძრავია იმათთან შედარებით. სხვა რავი არაფერი არა აქვს სათქმელი, აქ უბრალოდ ხუფი გვაკლია, ეგ არაფერი. დანარჩენი ყველაფერი ადგილზეა. ერთ პირველ რიგში რო ჩდები, რა თქმა უნდა, BMW-ა და მაგრად ერგები რა, თან ეს სავარძები ცოტა სხვანაირი სავარძები უყენია კაბლიოს, რაც აუნიშნე და უფრო მეტად კომფორტული არის. წინ რა შეეხება ეხა, M პაკეტის საჭე ცოტა სხვანაირი არის, M პაკეტის ანუ M-ის საჭეები ცოტა სხვანაირი არის. და ანუ M-ის საჭე ცოტა სხვანაირებია და უფრო შედარებით ლამაზებია, მაგრამ ამასაც არ აუშავს, აქთან წითელი სტროჩკები გვაქვს, ანუ სალონი ზოგადად შავი არის, თავისი წითელი ძაფებით ნაკსოვი, ესე ვთქვათ და ეგ უფრო მეტ სილამაზეს წენს. თან აი აქ რო დავაკვირდეთ ეხა შეიძლება გავიდეთ. თან ეხლა აი აქ რო დავაკვირდეთ ეხა ამ მანქანას კარგი დისპლეი უყენია, ანუ 428-ში რაც არასდროს აქ პატარები რო აყენია, ის არ ვარდა, ეს უკვე კაია და თან აი ეს წითელი ხაზები, რომელიც ანუ 440-ებს მოყვება, ამ მანქანაშიც დამატებით ოფცია და ნუ გადაცემათა კოლოფი 8 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი გვაქვს, რომელიც საკმაოდ გამძლეა და კარგად რთავს, ნუ ცუდად არ რთავს. და ეხლა რაცაა განსხვავება, მოკლედ. არ არის სტაილინგებში 428-ში ზოგში პატარა მონიტორი რო დგას და ზოგში დიდი მონიტორი დგას, მაგრამ ესეთი გრაფიკები არ აქვს, ეს უკვე თანამედროვე მონიტორი არის და ბევრი ფუნქცია და უკეთესი გრაფიკები აქვს ვიდრე ჩვეულებრივს. აქ სტანდარტულად ყველაფერი სტანდარტულად, ძალიან თანამედროვე ვერ იგრძნობა აი ამ კლიმატის დაბერვაში და აი ამ მუსიკებში, თანამედროვეობა მარტო აქ და აქ იგრძნობა, მაგრამ ეგეც იმდენად არა. ჩვეულებრივი ბარი გვაქვს, აქ ორი ჭიქლის ჩასადები გვაქვს.
აქ გვაქვს უკვე რეჟიმების სვლა, ანუ ამანქანას ეკოპროც აქვს, ნორმალი აქვს, სპორტი აქვს და სპორტ პლუსი აქვს. სპორტ პლუსში როდესაც გადადიხარ უკვე მანქანას მოცურება ავტომატურად ეთიშება. პარკინგ სენსორები აქვს და ნუ 360 კამერები მოყვება, ანუ ეგეც კომპლექტაცია არის, ზოგს ამ მოდელს მოყვება, ზოგს არა. ეხა გადახდილი გვაქვს, მაგარი кайფია, მაგრა გვიბერავს, რავი, აი კუპეს ეს ბევრად ჯობს, ცოტა დაამატო და ესე კიდო პირდაპირ ჯობს. რა შეეხება ხელისა და კიდე დამატება რაცაა, აი აქ ეს დიდი ჯოისტიკი გვაქვს, იმიტომ რომ დიდი ისაა, პატარა მონიტორები რაცაა, პატარა ჯოისტიკები გვაქვს აქ და აი ეს კიდე კი არის, რომელიც ამანქანას ხდის, ჭერს ხდის და კეტავს. სხვა ისეთი განსხვავებული არაფერი არა გვაქვს. ნუ ტორპედოც სულად არ გამოიყურება, აქ მონიტორი აქვს ჩადებული უბრალოდ. ნუ მაინც რავი, მესამე სერია და მეოთხე სერია ეთქობა მსად პიცოტივით და მეხუთე სერიით და მეექვსე სერიით არ არის კომფორტზე გათვლილი და მაგიტო ცოტა აი აქ დაჟოშკეს რაღაცეები. მაგრამ სხვადასხვა კომპლექტაციებს, სხვადასხვა მოყვება აი ეს მაგალითად M-ებს კარბონი მოყვება ყველას, ნუ AM-ესაც კომპლექტაციის მიხედვით აქვს კარბონი, მაგრამ ნუ იმ გადაკრულ კარბონებს ეს ბევრად ჯობს. კიდე ისიც მაც მინდოდა ის აქ რომ ამანქანას აქვს ეკოპრო, რომელსაც ჩვენ ახლა დავდივართ და ნუ ან ძალიან ცუდია ზოგადად ამ ძრავებისთვის ეკოპრო და ამ შემთხვევაშიც ანუ ცუდად მუშაობს რა რეალურად და ანუ ჩაქრობა და დაქოქვა ამანქანაზე ძალიან ისმის რა ანუ იგრძნობა ძალიან სხვა მანქანებში ზოგში არის ზომა მაგრამ ამ კონკრეტულში იგრძნობა რა მოვიდა აი აქედან მაგალითად ახლა ეკოპროდან აი აქედან გადავალთ აი კომფორტ იკო სპორტი სპორტ პლუსი გადავედით უკვე მოცურებაც გათიშა მანქანა და უკვე აპასნია აი მოთხსაც გავასწარი მივადი მოხედე შეჭი მოკლედ BMW რაც მოდა აპასნია, ანუ როდესაც გასადგავ, ისეთი ემოციები მოაქვს, ისეთი ის მოკე, ხა 0-დან 100-მდე უწერია, სადღაც 5 და 9 აჩქა, 5 და 8 აჩქარება და თან ანუ რეალურად როდესაც დადიხარ უკეთესი შეგრძნებები გახდა, ანუ როდესაც იქარ უფრო სპორტულად იქარ და გძნობ რომ მანქანას უფრო მეტი შეუძლია და გინდა რომ უფრო მეტი გააკეთებინო და ხა მოსახვეებშიც ისეთი კაი მანევრი აქვს და ისე კარგად დგას მოსახვეებში რომ ანუ გინდება რომ აი შეგიყოლიეთ და შეყოლა იცის აი მოსახვეების დაჭერა მან ანუ შეყოლა იცის და უფრო იქითკენ გიბიძგებს რომ შეგიტყუოს და იმასაკმას და ნუ სწორედ მაგიტო არის რომ იცახია მევენზე აპასნია რომ აპასნი კი არა უბრალოდ უნდა იცოდე რომ არ უნდა შეყვე და ეგრე ეგეთი რაღაცები არ უნდა გააკეთო უბრალოდ ეგ უნდა იცოდე რომ აპასნი არაფერი არა იმიტომ რომ ძალიან იმაშვება რა ანუ ხო და უბრალოდ ეგ უნდა იცოდე, იმიტომ რომ მოსახვეებში ისეთი კაი მანევრი აქვს და ისეთი კაი მანქანა არის, რომ უბრალოდ გითხუებს რა, აი გითხუებს და ანუ შენ თვითონ უნდა იცოდე, რომ არ შეყვე და არ იმაცა თან როდესაც ახალგაზრდა ხარ, ხაც ეს გიჩქებს და რო წურავს მანქანა და რო მეტი შეუძლია, შენც მეტის მოთხოვნისკენ მიდიხარ. ამ მანქანის საბაზრობირებულება სადღაც არის $16,000-17,000. ნუ ეგეც ყველაზე კარგ შემთხვევაში, ეხა ესეთ მდგომარეობაში თუ დაიცრიეთ 16-ად, ძალიან კაი არის და ძალიან კაი ფაში ჩაგიواردებათ თუ 16-ად ესეთი იყიდეთ. სხვა მხრივ რავი, ახალი მანქანა ამის კონკურენტები რაცაა, არის C-კლასი კაბრიოლეტები და C-კლასის კაბრიოლეტები რეალურად თანხაში ისეთი სხვაობაა ამას და იმას შორის, რომ უბრალოდ რავი, აი 20 და 25-მდე რო აღწევს ის მანქანა, რავი, საერთოდ ამით ის უფრო მაგრა იკაიფებ, ვიდრე ალბათ იმით, იმიტომ რომ თან 16 გადახდილი და თან კაიფობ, იმაში 25 გადახდილი იმით რა. просто აი ეს პატარა სამზეურები გვაქვს, რავი, რანაირი სამზეურებია. კუპეში უფრო დიდებია, ამაში არ ხდება და პატარა არის. და კიდე რაც თვითონ მეთქვა, აქ კი გვაქვს ეს ჩამოფარებული და რო დავდივართ, ჰაერი არ ხდება პირდაპირ სახეში, მაგრამ უკან დასაჯდომად არის ანუ ძალიან არაკომფორტულია, იმიტომ რომ პირდაპირ ჰაერი სახეზე გაწვება და რეალურად წინ ეგრე არა, იმიტომ რომ წინ საქარე მინა გვაქვს. BTS ფარები რამაზან ანათებსმეტი სწორედ აი ამ განათებაზე გეუბნებოდით, იმიტომ რომ მარსა რამაზან ანათებს, სტანდარტული ფარები ესე ვერ ანათებს. და ეხლა რომ დავამთავროთ, მოკლედ ჯერ ის ვნახოთ,
ანუ როგორი ფართია უბრალოდ შიგნით, აი როგორია, უკან დასაჯდომად, ანუ წინ ხო ვზივართ საკაიფოდ, მაგრამ უკანაც ხო უნდა ჩავჯდეთ. გამოვწიოთ, ეხლა ჩავჯდეთ. უკან. ანუ უკან დასაჯდომად ფართი არა. მე მაგის ხმა მინდა. აქ შუაშიდან ეს წიხარივით რაღაცა გვაქვს ჩადებული და გაჭირვებაში კი ჩაჯდები, მაგრამ შორგზაზე სამგზავროდ ცოტა ისეთია რა, ამიტომ მარტო ორი კაცისთვის, ორი ადამიანისთვის ძალიან კაია. ეს იმიტომ რომ უკან არავის არ ჩასვავენ და ეგა. გადმოვალთ. დასასრულსკენ რო წავიდეთ. ამანქანის ფასი დაახლოებით არის $16-17,000. $16-17,000-ად იდულობ კაბრიოლეტს, რომელიც საკმაოდ მიმზიდველია. კი, ეხლა შეიძლება 428-გან ბევრმა ვერ გაარჩიოს და 428 აიგონოს, მაგრამ რეალურად ჩვენ ხო ვიცი, რომ უფრო თანამედროვე, უფრო გამძლე მანქანა ყავს. სხვა მხრივ რავი, ეხლა პოტენციური კლიენტები ამისი ვინ არის, ვინ ყიდულობს ამ მანქანას? ახალგაზრდები ყიდულობენ. ახალგაზრდები, ვისაც ეპონტავება, ვისაც პონტაობა უნდა, ვისაც ეფლექსავება, ეგ ხალხი ყიდულობს და ფლექსავს. უბრალოდ მე რასაც უზავდი, აი ამას შავაშავებდი ეგრევე, აი ამას. ეს რა არის ვაფშე, ეს ამერიკული როა მაგიტო აქ. სხვა მხრივ რავი, ხა რა არის საქმე. ამას კაი დაკიდება აქ უკან ფრიანეცები და ოდნავ დაწევა კიდე დახატავდა და ვაფშე კამფეტი გამოვიდოდა. დღესაც სულ ეს იყო. გამოვიწერეთ ჩვენი არხი. არ დაგავიწყეთ, დაალაიქეთ. თუ მოგეწონათ ვიდეო დაალაიქეთ და გამოიწერეთ ჩვენი არხი, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.